პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ჩვენი როგორც კონკრეტული ჯგუფის შესახებ დახასიათებით. ბუნებრივია საზოგადოებაში გაჩნდება ერთი სახის მარტივი შეკითხვა. ვინ ვართ ჩვენს მიმართ? ეს შეკითხვა გაჩნდება და მე მინდა ამაზე დეტალური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს მსმენელს. ჩვენ ვართ სტუდენტები, გაერთიანებული ერთი აზრის, მისწრაფებების, მსოფლმხედველობის გარშემო და ყველაფერს თავი დავანებო ჩვენ ვართ ერთი დიდი არსების, ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. ჩვენი აქტივობა გამოიხატება და მდგომარეობს შემდეგში. ჩვენ გსურს დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი მსოფლიოში და საქართველოში რაც თავარია განვითარებული მოვლენების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ 4 აპრილს არის ნატოს იუბილე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იუბილე. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ დავგეგმოთ ასე ვთქვათ მცირე აქცია, სადაც გამოხატავთ და მიულოცავთ ნატოს იუბილეს. გარდა ამ აქციისა, ჩვენ ასევე ვაპირებთ რომ ვისაუბროთ მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, იმიტომ რომ თვლით რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენები, იგივე ტერორიზმი, მნიშვნელოვანი და პირდაპირ კავშირშია ჩვენს ქვეყანასთან, მეტიც შეიძლება ასე ვთქვათ მიზეზშედეგობრივ კავშირშია ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენი საზოგადოების განვითარებასთან. მოგეხსენება დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური საკითხი ტერორიზმია. ჩვენ გსურს აქციაზე შევეხოთ საკითხს, სოლიდარობა გამოუცხადოთ დაღუპულ ოჯახებს. ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. უმნიშვნელოვანესია ტერორისტთან ბრძოლა და მხარდაჭერას უცხადებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ. ერთად მივუგლოცოთ ნატოს 67 წლის იუბილე და ერთად გამოუცხადოთ სოლიდარობა, მხარდაჭერა ტერაქტების შედეგად დაღუპულ ოჯახებს. ჩვენი აქცია გაიმართება 4 აპრილს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისთან.